სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობა არის ახლა გურიაში. ადგილობრივი მაცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, ისინი შველას ითხოვენ და მაუწყებელს არაერთმა მოქალაქემ მიმართა საკუთარი ისტორიებით. მაგალითად, აი ამ პოსტში საუბარი არის იმაზე, რომ 80 წელს გადაცილებული კაცი, მოქალაქის ბაბუა და მამა ჩარჩენილები არიან ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში და ამავდროულად მათ არ აქვთ გაზი, არ შეუძლიათ გარეთ გასვლა, ასევე მიმართეს მათ მუნიციპალიტეტის დახმარებით, თუმცა უარი მიიღეს და ამავდროულად შესაძლოა არის, რომ რაიმე რომ დაემართოთ ამ ადამიანებს, ვერავინ ვერ მივიდეს დასახმარებლად. ასევე Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის, სადაც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 80 წლის ქალი სამ ობოლ ბავშვთან ერთად არის ჩაკეტილი, მას უკვე მესამე დღეა ვერ უკავშირდებიან და როგორც ამ პოსტში არის საუბარი, სახლის უკანა მხარე არის ავარიული და სახლის ფანჯრები ქალს თოკით ჰქონდა საწოლზე გამობმული და ისე აკავებდა თოვლს. ასევე ვრცელდება ჩოხატაურის რაიონში სოფელ ხიდისთავთან ინფორმაცია, რომ ქალი ორი ბავშვით მარტო იმყოფება სახლში და ეს ადამიანი ამბობს იმას, რომ კედლები უკვე გადაწეული არის თოვლისგან და ამავდროულად ის შველას ითხოვს, რადგან არც გზა არის, არც დენი და ტელეფონის მალე გაეთიშებათ და დახმარებასაც ვეღარ მოითხოვენ. ასევე შეიქმნა რუკა, სადაც არის დატანილი ის სოფლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ამ დროისთვის ამ რუკაზე არის დაახლოებით 37 სოფელი, თუმცა თანდათანობით ეს ინფორმაცია განახლდება და ეს არის სწორედ იმ მოხალისეებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ინფორმაცია თუ რომელ სოფელს უნდა დაეხმარონ. ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას. მათ განცხადებაში ნათქვამი არის, რომ გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ ქართული ოცნება კვლავ ვერ ან არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოსახლეობა საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი, აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი. გურია, ბათუმი, ქობულეთი ქვეყანას პატრონი არ ყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია. ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენაც გვიწოდებს 112-ის გზავნილი, წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალებით ჩაერთვებიან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოაქვეყნა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამაშველო სამუშაოების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები და ასევე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.